რამდენიმე დღის წინ უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზოევმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით ცენტრალური აზია ახალი ეპოქის მიჯნაზე, სადაც ის აღნიშნავს იმას, რომ რეგიონი თანდათანობით იძენს ღირებულებას თანამედროვე გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში, ასევე გეოპოლიტიკურ პროცესებში, რომ რეგიონში არის დადებითი დინამიკა სხვადასხვა მიმართულებებით და ის აღნიშნავს მაგალითად იგივე ამ სასაზღვრო პრობლემების მოგვარებას უზბეკეთს, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის, იგივე ამ წყლის რესურსებზე დავების მოგვარების ტენდენციას, იგივე აი ეკონომიკური, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის გაღრმავებას რეგიონის შემავალ ქვეყნებს შორის, სავაჭრო ბრუნვის ზრდას, ინვესტიციების ზრდას, რომ ასე ვთქვათ, ყოველმხრივ ასე ვთქვათ, რეგიონი გახდა პერსპექტიული სივრცე ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა ის ხაზს უსვამს პოლიტიკური ინტეგრაციის საჭიროებას, რომ რეგიონს უნდა ჰქონდეს საკუთარი რეგიონული ორგანიზაცია, რომ მოხდეს აი ამ თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია და ის ასე ვთქვათ გამოდის ინიციატივით, რომ აი ეს ცენტრალური აზია პლუს 1-ის ფორმატი გახდეს ასე ვთქვათ პერმანენტული ორგანიზაცია საკუთარი სამდივნოთ, სადაც როტაციის პრინციპით ქვეყნის ლიდერები გახდებიან ასე ვთქვათ თავმჯდომარე ქვეყნები. ასევე ის აღნიშნავს, რომ უნდა გაძლიერდეს სამხედრო და სადაზვერვო სფეროში ამ ქვეყნების თანამშრომლობა. ასევე ის აღნიშნავს სავაჭრო ურთიერთობების გაიოლების აუცილებლობას და სასაზღვრო გადაადგილების გამარტივებას და ხაზს უსვამს იმას, რომ მაგალითად უზბეკეთმა გაუქმა sapasporto კონტროლი ყაზახეთის, ყირგიზეთის მოქალაქეებს და იგივე საპირებს მაგალითად ტაჯიკეთის მოქალაქეებისთვის. ასევე ხაზს უსვამს კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, რომ ასე ვთქვათ რეგიონში უნდა გაჩნდეს გარკვეულწილად რეგიონული იდენტობა რეგიონის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, საერთო ღირებულებებზე და კულტურაზე დაფუძნებით. ხოლო მეხუთე პუნქტად მირზოევი აღნიშნავს იმას, რომ თანამედროვე გეოპოლიტიკურ ტურბულენტურ გარემოში ცენტრალური აზიის ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ საერთო პოზიცია, ჰარმონიული პოზიცია, გამომდინარე იქიდან, რომ არ მოხდეს გარე აქტორების მხრიდან რომელიმე აი ცენტრალური აზიის ქვეყნის გამოყენება საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, რაც გამოიწვევს აი დაპირისპირებების ხელახლა გაღვივებას, აი დეზინტეგრაციას იმ პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების, რაც ზემოთ აღწერე იმ დადებითი დინამიკის უკუქცევას, რასაც თავად მირზოევი აღწერს ამ სტატიაში. საბოლოოდ მირზოევი აჯამებს იმას, რომ თუ კი ეს დადებითი დინამიკა სხვადასხვა მიმართულებებით შენარჩუნდება და რეგიონი მოახდენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ინტეგრაციას, მაშინ რეგიონი გადავა ახალ, ასე ვთქვათ, ეპოქაში, რითაც ცენტრალური აზია გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო რეგიონი ევრაზიის მატერიკზე. შეიძლება ვთქვათ, რომ მირზოევის ეს სტატია არის ესეთი მასშტაბური ხედვა რეგიონის განვითარებისთვის, რომელსაც შეიძლება უწოდოთ რაღაცა ტრაქტატი ცენტრალური აზიის მომავლისათვის.